6 მილიარდ ლარზე მეტია ამჟამად ფონდში აკუმულირებული. 119,000 კომპანია მონაწილეობს და 1,400,000 პირია ფონდის სქემაში მონაწილეთა რაოდენობა. შედეგებს რაც შეეხება, ფანტასტიკური შედეგებია. ფონდის საშუალო შემოსავლიანობა 11,6%-ია და ინფლაციის გათვალისწინებით 9,9%. საუკეთესო შედეგია ეს ფონდის მონაწილეთათვის და ვფიქრობ, რომ საბაზრო პირობები ისეთია, რომ შესაძლებელი იქნება მისი არა მარტო შენარჩუნება, არამედ გაზრდაც კი მომავალში. ჩვენ ვართ საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტორი, ვინაიდან ჩვენი მონაწილეების დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა და აქვს საპენსიო ასაკამდე საკმაოდ ბევრი წელი წინ. ეს საშუალებას გვაძლევს ინვესტირება გავაკეთოთ გრძელვადიანი პერსპექტივით და შედარებით მაღალ რისკიან პროდუქტებში. ჩვენი აქტივების საქართველოში იმის გათვალისწინებით, რომ არც ისე ბევრი საინვესტიციო პროდუქტები გვაქვს, აქტივების დაახლოებით 80% არის ინვესტირებული საქართველოში, მათ შორის 60% კი ინვესტირებულია საბანკო პროდუქტებში, 20% სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. საპენსიო აქტივების დაახლოებით 16% იყო ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში. საერთაშორისო აქციებში ჩვენი ინვესტირებას ვაკეთებთ ეგრეთ წოდებული ETF-ების, ანუ ფონდების საშუალებით. ის ფაქტი, რომ დივერსიფიცირებულია, რა თქმა უნდა, ჩვენს მომგებიანობაზე დადებით გავლენას ახდენს და რისკიანობას კი ამცირებს. რა თქმა უნდა, ინფლაციური წნეხი ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენს მომგებიანობაზე, თუმცა ჩვენ ინვესტირებას ვაკეთებთ ისეთ პროდუქტებში, რომელიც გრძელვადაში მაღალ შემოსავლიანობას გვპირდება და ინფლაციის ეგრეთ წოდებული ჰეჯით შეიძლება იყოს და დაგვიცვას ინფლაციისგან.